მოგესალმებით, ეს ჩვენი მეოთხე პოდკასტია. დღეს სტუმრად გვეყოლება ფოკი ფაჩულია, სამოქალაქო აქტივისტი და ამავდროულად იურისტი. მე მიხარია, რომ ფოკისთან ერთად მიწევს ამ ქალაქში ცხოვრება. დანარჩენს და ბევრ საინტერესო ამბებს თავად ფოკიც მოგვიყვება. მეც მიხარია, მასთან ურთიერთობა ახალი კაცნობელი მყავს. მაგრამ რაც გავიცანი, ფანტასტიკური შთაბეჭდილება დატოვა. მინდა გითხრათ და მიხარია, რომ უკვე საერთო მეგობრები ვართ, საერთო მეგობრები გვყავს და საერთო აზრები გვაქვს თითქმის უმეტეს რაღაცაზე და გაგაწყვეტებთ ეს ნამდვილია. მოგესალმებით, მე მინდა მოგილოცოთ ახალი ინიციატივის წამოწყება. ძალიან გულშემატკივრობ ესე სახელდახელო პოდკასტებს, იმიტომ რომ მგონია, რომ კარგი საშუალება ადამიანებისთვის რაღაც კერძო ვიწრო თემებზე ცოტა ფართოდ მსჯელობის მოსმენის საშუალება მიეცეთ და გისურვებთ წარმატებებს. ნიკოლაძის სახელობისა და მგონია, რომ გაამართლებს ამ სახელობებას. ხო, შევახსენოთ მაყურებელს, რომ გამოიწერონ ჩვენი YouTube არხი ლიანდაგი, მივყვებით ჩვენს ნიკოს დაწყებულ გზას. ნიკოლაძის დაწყებულ მის ლიანდაგებზე და ნახოთ რა გამოგვიყვება. ევროპის თანამდე გავყვება. დღეს ჩვენი სალაპარაკო თემა კვლავ ქუთაისის ირგვლივ იქნება. ფოკი და მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ შენ იყავი ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი იმ საინიციატივო ჯგუფის, რომელიც ამ ქალაქში ცდილობდა, რომ გადაერჩინა ოქროს ჩარდახი. უფრო მეტ დეტალს შენ სიტყვი, უბრალოდ შევახსენებ ადამიანებს, რომ ეს არის ერთადერთი საერო მეფისროინდელი სასახლის კომპლექსის შემადგენელი ნაწილი. მეც მაშინ შენს გვერდით ვიყავი და ვცდილობდი, რომ დაგხმარებოდი. რა გამოგვივიდა, რას მივაღწიეთ, იყო თუ არა წარმატებული ეს პროტესტი, ამაზეც ვისაუბროთ და ნელ-ნელა გადავიდეთ ისეთ საკითხებზე, რაც ქუთაისის ურბანულ ნაწილს ეხება, რას უპირებენ ამ ქალაქს და უნდა დაემგვანოს თუ არა ჩვენი ქუთაისი ბათუმს და თბილისს როგორც ბეტონის ჯგუფს. ცოტა ისიც ვილაპარაკოთ, რომ დღეს რა ხდება, როგორ ხდება, ბოლოში ისიც თქვათ, დავამატოთ მისი აზრის გვაინტერესებს დღევანდელ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება, ამაზეც ცოტა თუ ვისაუბროთ, კარგი იქნება თუ მოვასწრებთ, მეგონია მოვასწრებთ. კი ბატონო, ცოტა ვრცელი თემა თვითონ ჩარდახზე საუბარი და არ ვიცი რა, ცადოთ რასაც მოვასწრებთ. ხო, მიშკომ ცოტა თავდაბლურად თქვა, შენთან ერთად მეცო და მეც არა მიშკოზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როცა ჩარდახის დასაცავად ვცდილობდით რაღაც ნაბიჯების გადადგმას და მე არ ვიცი ხა ახალი არაფერი არ იქნება მიშიკოსთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩართული იყო, მაგრამ ალბათ ჯერ უნდა ავხსნათ რა გვინდოდა. ძალიან სპონტანურად დაიწყო თვითონ ამ იდეის ირგვლივ ხალხის შემოკრება. ერთ დღეს გაჩნდა ჩარდახის ჭიშკარზე რაღაც გაურკვეველი რენდერი და ვერ მივხვდით რა შენობა ეხატა ზედ. ანუ რენდერებზე ხო იცით იხატება უკვე მზა შენობა, რა შედეგი უნდა დადგეს. და ვერ მივხვდით რა შუაში იყო ეს ნახატი ოქროს ჩარდახზე. ბევრმა თქვა, რომ რაღაც მე მგონი ანგრევენ და რაღაცა საშენებენო რაღაც. არ გამორიცხავ, რომ ბევრ ადამიანს ეგ შთაბეჭდილება ჰქონოდა, იმიტომ რომ არაფერ შუაში არ იყო. არც ფორმით, არც სტილისტიკით, არაფრით. და დაუწყეთ გამორკვევა. საქმე ის არის, რომ როდესაც ესეთი ტენდერი დგება და უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია ასეთი როს ამბავი და პოსტფაქტუმ იგებენ მოქალაქეები რა გადაწყვეტეს ჩინოვნიკებმა. ეს არის რთული პროცესი, იმიტომ პოსტფაქტუმ რაღაც უფრო რეაქციულ მდგომარეობაში გაყენებს თავიდანვე. უკვე პროტესტის ნაწილობად. კი, ნაცვლად იმისა, რომ თითოეულ ასეთ პროექტს, ის რაც ეხება კულტურულ მემკვიდრეობებს, წინ უნდა უძღოდეს საჯარო განხილვები, დებატები, ჩვენ ამას ხშირად მოვითხავთ, რომ მე მახსოვს, რომ თავარი სურვილი ჩვენი გარდა იმისა, რომ ჩარდახი გადაგვერჩინა, ყოფილიყო ეს პრეცედენტული ამბავი ქუთაისში, პატარა თვითმმართველობაში, რომ რაღაცა საკითხის ირგვლივ მომხდარიყო წინასწარ ადამიანების ინფორმირება და საერთო შეთანხმების მიღწევა, რომ ასე გაგვიკეთებია, რაზეც ჩვენ მადლობას ვეტყოდით შესაბამის ადამიანებს, თუ ამას
მართლობასთან და იმას. რა თქმა უნდა, მართლობასთან და ხალხს შორის, როგორც ხდება ნორმალურ სიტუაციაში. ამიტომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნები მაინც ეს ჩარდახი იქნება, ბულვარი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი რა, მაინც ცენტრი ბირთვი მოთხოვნის ყოველთვის არის მონაწილეობითი დემოკრატიის გაზრდა. ჩვენ ვითხოვთ ყოველ ჯერზე ადამიანები იყვნენ ჩართულები, ოღონ არა პოსტფაქტუმ, არამედ მანამდე წინასწარ, რომ რაღაც მათაც ჰქონდეთ გააზრების საშუალება, სხვა შორის ამაზე ჩინოვნიკებს აქვს ძალიან უცნაური ახსნა, მაინც არ მოდიანო განხილვებზეო და მე არ მახსენდება, აი ქუთაისის მაგალითზე შემიძლია ეს თამამად ვთქვათ, ხო? არ მახსენდება არც ერთი პროექტი, რომლის წინასწარი პრეზენტაცია ხალხისთვის თვითმმართველმა ორგანოებმა დაგეგმეს. მე ასეთი არ მახსენდება. თუ ცდები, მაყურებელმა შეგვისწოროს მე კომენტარებში. აი რომ დაგაფოლოვებენ, მე უკვე შეგვისწორონ. ამიტომ აი ეს იყო გაუცება და როდესაც აი ტენდერი უკვე შედგენილია, ამ ტენდერს როგორც წესი სჭირდება კარგი წაკითხვა. აი აქ იწყება მთელი სირთულე, რომ რაღაცები კი არ დავაბრალოთ, არამედ ძალიან სუფთები, ძალიან მართლები და მათ შორის ამაყები, თავდაჯერებულები ვიყოთ პროტესტში. და ტენდერის არგუმენტირებულად ცხადია, წერტილოვანი არგუმენტები ჩარდახის შემთხვევაში იყო როგორც საბიუჯეტო ნაწილთან მიმართებაში, სრულიად შეუსაბამო საბიუჯეტო ნაწილი ჰქონდა, მაგრამ ბიუჯეტი არ არის ტენდერის ერთადერთი შემადგენელი. აქ რა თქმა უნდა შინაარსი ყოველთვის წინა პლანზეა, რა შედეგს მივიღებთ. და აი ამ შედეგში, სადაც იდო თითოეულურად დასკვნა, რომელიც შეიძლება ვიკიპედიაში იპოვოს ადამიანმა. ნაცვლად იმისა, რომ ხელოვნებაცოდნეებს, არქიტექტორებს, დარგის სპეციალისტებს უნდა მიმოეკვლიათ და სხვა შორის ეს დასკვნები, რაც მე ძალიან ვიყავი ამაზე გაბრაზებული და მიშკოსაც ემახსოვრება, თვითონაც გაბრაზებული იყო, თბილისშია დაწერილი. და დაწერილია იმ ადამიანების მიერ, ვისაც ჩარდახი ნანახიც კი არა აქვს. და ეს რა თქმა უნდა არ იყო ეს გასაბრაზებელი, ბუნებრივია იყო გასაბრაზებელი და ეს ინფორმაცია უბრალოდ ვინმემ რომ აი არ ვიცი ხა AI-ის საშუალებით ძალიან მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება, ხო? ვინმემ რომ გადაამოწმოს ვიკიპედიაში ზუსტად იგივე ტექსტებს ამოაგდებს ოქროს ჩარდახთან დაკავშირებით, რაც იმ 17 გვერდიან დასკვნაში ეწერა. ლალი ანდრონიკაშვილის დასკვნა იყო, ესე მახსოვს ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ბევრი ტენდერის შესწავლა მოგვიწია და იმედი არ ვწდები. და ამ 17 გვერდში ჩარდახი ნახსენები არის მე-11 გვერდზე. და მე ბოლო გვერდებზე 1-2-გან და პირველი 11 გვერდის საერთოდ არ არის არაფერ შუაში, საერთოდ არაფერ შუაში ოქროს ჩარდახთან და მის მნიშვნელობასთან. ესე იგი ეს ლალი ანდრონიკაშვილი ვინც ეს პროექტი დაწერა, საერთოდ კავშირში არც ქალაქ და არც მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ის არა, ხო, ის არის სპეციალისტი, ეს სახელი და გვარი ხშირად ფიგურირებს სამთავრობო მსგავს ტენდერებში, მით უფრო აი კულტურული მემკვიდრეობების პროექტებთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლოს გამოირკვა, რომ ის ნაყოფიც კი არ იყო ადგილზე, რომ შეეფასებიან მდგომარეობა. თუმცა მის კვლევაშიც არ ეწერა ისეთი საჭიროებები, რაც როგორიც მივიღეთ საბოლოო ჯამში სამართლიანობისთვის, ესეც უნდა ვთქვათ, რომ რა ფორმითაც დღეს ჩარდახი მივიღეთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას როგორც სპეციალისტს ეს არ მოწონს, მას აქვს ცოდნა, მას აქვს გამოცდილება და შეუძლებელია მისი ცოდნა და გამოცდილება რაღაცნაირად მაინც ხარს უჭერდეს აი ამ რაღაც რემონტს, იმიტომ რომ ეს რემონტია. ფოკი, რა მაინტერესებს, ახლა მეც ვიყავი იმ ყველაფრის მონაწილე, მაგრამ ეს საინტერესო იდეები მოდიოდა შენგან. რატო მიიღე გადაწყვეტილება, რომ პროტესტი ჩარდახის ირგვლივ ყოფილიყო არასტანდარტული, რაც ქართულ პროტესტის ისტორიას რო არ შეესაბამება. იყო ლექციები ჩარდახთან, მოქონდა სკამები, მიკროფონები, ჩამოყავდა საინტერესო ადამიანები. წელიწად ნახევრის განმავლობაში ვცდილობდით, რომ რაღაც ახალი შეგვეთავაზებინა ადამიანებისთვის. რა ჩანაფრგი გქონდა თავიდან, რომ რას მიაღწევდი დავარცხნილი პროტესტით? მე მიყვარს დავარცხნილი პროტესტი სინამდვილეში. შეიძლება ადამიანებს ჩვენზე წარმოდგენა აქვთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი რო გეუბნებიან, რომ გიჟები რუპორით დაარბოდე და რაღაცებს ყვიროდე, მაგრამ ზოგადად ჩვენ გვაქვს პროტესტის არასწორად გაგების ცუდი გამოცდილებები.
ჩვენ ყოველთვის ქუჩა გონია პროტესტი და ამ დროს მეცადინეობა სჭირდება. აი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას სჭირდება მეცადინეობა და ჩვენ ეს გზა ერთად გავერეთ და იცი რამხელა შრომა დაგვჭირდა რომ თავად გვემეცადინა. იმიტომ რომ ყველა დეტალს აი არქიტექტურულ ნაწილს თავისებური მეცადინეობა უნდა. ერთია რომ მეცადინებ და გაერკვევი, მეორე არის რომ არ უნდა მისცე თავისუფლება არქიტექტორის სათქმელი თქვა, გჭირდება სპეციალისტები და სპეციალისტები უნდა მოიზიდო. აი მივყვები მაშინ ნაბიჯებს და შენ კითხვასაც პრინციპში გაეცემა პასუხი. დავიწყეთ შესწავლა მოვიძიეთ შესანიშნავი დარგის სპეციალისტები, დაწყებული არქიტექტორიდან დამთავრებული ისტორიკოსებით, მკვლევრებით და არ არსებობდა პროექტში არ დაგვიტოვებია ნაწილი, რომელზეც ჩვენ არ გვქონდა პროფესიონალის მყარი, არგუმენტირებული ხედვები თუ როგორი უნდა იყოს ჩარტახი. მასალებთან დაკავშირებით საშინელებები იტო და რაღაც ცვლილებები შევიდა ამის შემდეგ ჩარდახი ვისაც ნანახი აქვს იცის რომ ორკომპონენტიანია ხო ქვედა სართული ზედა სართული თავარი მარცხი ჩვენ შემთხვევაში აღმოჩნდა ზედა სართული იმიტომ რომ იმერეთის სამეფოს ერთადერთ პრინციპში საერო ნაგებობას დაადგეს კახური პარაპეტი და ჩვენ გაგვეცინა ამაზე არასპეციალისტებსაც კი მქონდა შეგრძნება რომ რაღაც რიგზე ვერ იყო მაგრამ აი მერის არქიტექტურის სამსახური გვიმტკიცებდა რომ ამაში არაფერი არ არის ცუდი კახურიც ლამაზია კახურიც ლამაზია რატო ანდრონიკაშვილის რა ის რო იყო ანდრონიკაშვილი არა მარტო თვითონაც ანდრონიკაშვილი ხო კახეთიდან პრემიერი იყო მაშყარიბაშვილი და შეიძლება ძალიან ნაცდენა არის ეს კახურს ჩვენ არაფერს არ ვიცით უბრალოდ კახური უნდა იყოს როცა ჩავალთ კახეთში იმერული უნდა იყოს იმერეთში მეგრული დადიანებში და ასე შემდეგ და ესა მრავალფეროვნებაში ახლა ჩვენი სიძლიერე ხო ამიტომ ამაში ვგრძნობდით სიმყარეს და მე მომწონს რომ ჩვენ ქუჩაში კი არ გავარდით აქციებით არამედ ვიმეცადინეთ და აი ეს მეცადინეობა მე ბევრ რაღაცაში გვადგება ჩვენ თვითონაც. რაც გავაკეთეთ, ესე იგი ყველა ეტაპი აქვს გავლილი ოქროს ჩარდახის გადასარჩენ ცდელობა დავარქვათ ხომ ცდელობას. დაწყებული განცხადებით, პეტიციით, ხოჩურის პეტიციას მოაწერა ხელი 1500 ადამიანმა და ადამიანები ქუჩაში რომ ხვდებოდნენ, მეუბნებოდნენ რომ არ ჯეროდათ, იმდენად წარმოუდგენელი იყო ქუთაისისთვის 1500 გამოწერა და მე კიდე უკმაყოფილო ვიყავი იქ რაღაც მეტნულს ველოდებოდი ვთქვათ, მაგრამ მე რეალობამ დაგვანახა რომ ეს კარგი რიცხვი იყო და დღემდე არის კარგი რიცხვი და რა თქმა უნდა სპეციალისტების ჩართულობა. ეხლა ჩვენ 4 თვე ნახევარი ჯიუტად ვითხოვდით შეხვედრას მერის წარმომადგენლებთან და 4 თვე ნახევარი მოვანდომეთ ბრძოლას იმისთვის რომ უბრალოდ შეხვედრა მაგიდასთან სადაც იქნებოდნენ არა მხოლოდ ჩინოვნიკები, არამედ დარგის სპეციალისტები და ამ დროს მშენებლობა მიდის. არა, გაჩერებულია პირველი მშენებლობა, ჩვენ რესტავრა ხო მშენებლობებია, ასე ვარქვით. არა, სხვათა შორის თვითონ ერთ-ერთ საკრებულოს ვესწრებოდით მე და მიშიკო და იქ შესვენებაზე ერთ-ერთმა საკრებულოს წერმა მითხრა ახსენა ტერმინი რემონტი და იმის მერე ავიჩემე და რემონტს ვუძახი, იმიტომ რომ თვითონ ასე შეაფასეს და მეც ვეთანხმები რომ ეს რემონტია. რესტავრაცია რეაბილიტაციიდან ძალიან შორს არის. და ამბავი იყო ესეთი რომ როდესაც დაიწყო და ამაში შეხვდა საკმაოდ ორგანიზებული მყარი პროტესტი გაჩერდა ეს პროცესი. ნუ იქ სხვა ნიუანსებიც იყო, კერძო კომპანიას ედავებოდნენ გარკვეულ გადაცდომებს დროსთან მიმართებაში. კერძო კომპანიასაც ჰქონდა ძალიან საინტერესო არგუმენტები. მე მახსოვს 8 პუნქტიანი წერილი გაუგზავნა მერიამ და არც ერთი არ ჰქონდა დასაბუთებული და ამის საპასუხოდ რაც მიიწერა იმ კერძო კომპანიამ, პირველ კერძო კომპანიაზეა საუბარი, 3 პუნქტად უპასუხა მერიამ. პირველ პუნქტში გააგრძელეთ მშენებლობა იყო, მეორე პუნქტში იყო რაღაც ხის მასალები შეეძინეთ მუხის და მესამეც იყო პირველის გამეორება, რომ დაასრულეთ დროულად. და კერძო კომპანია ამბობდა, რომ ჩვენ ამას ესე დროულად ვერ დავასრულებთ, აქ მთელი რიგი საკითხები არის მოუწესრიგებელი. ეს ეხდება, როდესაც პროექტი არ არის აბსოლუტურად სრულად მზად. და იქ იყო გათვალისწინებული შეუსწავლელი ბუნებრივია გზად
გადაგზა ინტერპრეტაციები და სხვა შორის ძალიან კეთილსინდისერი იყო ეს პირველი კომპანია, რომელიც იძახდა, რომ მე ვერ გავაკეთებ ამ ყველაფრის ინტერპრეტაციას, მე ვარ კერძო კომპანია, კონკრეტულ დავალებას შევასრულებ, მაგრამ ინტერპრეტაციებით ვერ ვივლი. ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლთან იყო საუბარი და მე მიხარია, რომ ეს გააზრება მოხდა. მერე გამოცხადდა მეორე ტენდერი, რომელშიც არავინ არ მიიღო. სხვადასხვა ამ ქუთაისის აქტიურობამ ჩემი აზრით გამოიწვია ეგ, რომ ვერცერთმა კომპანიამ ვერ აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა იმის ვერ იუზრდება. ხო, ვერ იუზრდელა, ასე რომ ვთქვათ, რომ აიღებდა თავის თავზე ამ ტენდერს და მე მახსოვს მესამე კომპანიის ტენდერი, რომელსაც ჩავერთეთ Zoom-ში და ამ ბიჭმა პირველი წინადადება, რაც თქვა, ეს იყო, რომ მე მითხეს, რომ უნდა მომეღო ეს ტენდერიო. იმიტომ რომ არავინ არ აპირებდა ამ ტენდერში მონაწილეობას, ზამთარი მოდიოდა, შენობა უფრო უარეს დღეში რჩებოდა, სახურავი აღარ ქონდა. ამიტომ კომპანია, რომელსაც გამოცდილება არ ქონდა მსგავსი ტიპის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მუშაობის, მოუწია ამ ტენდერის დაავალეს და საინტერესო მიდევნება ახლა რაშობა ეს კომპანია. მე მახსოვს ტენდერში კომპანიებს ევალებათ ატვირთონ გამოცდილების ველიცა და იქ უნდა აღწერონ მათ შორის დოკუმენტები. მანამდე რა გაუკეთებიათ. და იყო 2 სკოლის რემონტი, რაც ამ მესამე კომპანიას ჰქონდა სამტრედიესა და ზესტაფონში. ზესტაფონში ძველი სკოლა ჰქონდა გარემონტი და ეს ჩათვალეს კულტურული მემკვიდრეობის შენობაში მუშაობის გამოცდილებად და რაც სულ წინამდე მოდის კანონმდებლობასთან ბუნებრივ, იმიტომ რომ სკაი სკოლის შენობა ის ზღადაშორი. ჩვენ მოგვიყვანეთ მახსოვს მე იმეჯი გქონდა რომ ჩვენ არ აღვყავს ადგილზე არც არქიტექტორი, არც კონსტრუქტორი, სხვა შორის და თქვენო თუ ვინმეს გვიჩვენოთ მე გადავიხდიო ფულსო ეს ბიჭი ამბობს და ოღონდ მოიყვანეთო და არა მთლად ისე რო არ გამოგვივიდეს მაყურებელთან რომ ჩვენ პირწმინდა წავაგეთ ეს ბრძოლა. არა, პირწმინდა არ წავაგეთ. ხარი რა ნაწილში მოვიგეთ. კი, მოვიგეთ იმ ნაწილში რომ ეს პროცესები სწორედ იმიტომ ჩერდებოდა ცალსახად რომ პროტესტი იყო და იყო გადაუწყვეტელი, მოუწიათ რაღაცების ახსნა ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს. საკრებულოსაც მოუწია თავმჯდომარის მაგალითად გარკვეული კომენტარებს, ესეც გვიხარია რომ მეტარების გაკეთება მოუწია. ამ ქვეყანაში ასეთი პრეცედენტები. უბრალოდ ამბავის არის რომ ჩვენ რაზეც დავდით აღმოჩნდით სრულიად მართლები. პირველ სატენდერო წინადადებაში დაახლოებით მილიონამდე ლარი იყო გათვალისწინებული და ვიძახდით რომ მილიონი ლარი არის შეუძლებელი ამხელა კულტურული ძეგლის გადასარჩენად და რესტავრაცია რეაბილიტაციისთვის. წარმოუდგენელი თანხა იყო, იმდენად მცირე თანხა იყო და მეორე ტენდერის დროს ჯერ ცოტათი მოუმატეს და მესამე ტენდერის დროს უკვე 2 მილიონამდე აიყვანეს აღმოჩნდით მართლები და ამას ხალხი ხედავდა რომ ყველა ის ნიუანსი რაშიც ჩვენ წერტილოვნად დავდით დაწყებული იერსახიდან დამთავრებული შინაარსით და ასე შემდეგ აღმოჩნდით მართლები და კიდევ ერთი ნიუანსი რაც დასაწყისშივე იყო მთავარი როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ძეგლის შეხება ხდება, ძეგლთან შეხება ხდება, აქ ქირურგიული ჩარევები აბსოლუტურად უნდა გამოირიცხოს, ცხადია. მნიშვნელოვანია პერსპექტივაში როგორ უყურებ ამ ყველაფერს, რა ფუნქციას წინ ამ ადგილს თუ უფუნქციოდ ტოვებ. და ფუნქციაზე არასდროს არ ქონდათ თვეების განმავლობაში პასუხი, რაღაც 6 თვის თუ 8 თვის თავზე საზმაურზე ვიყავით მიწოვლები და იქ დაგვაწიეს სახელდახელოდ, ალბათ იფიქრეს, რომ ეს იქნებოდა კარგი პასუხი, რომ ამ შენობაში იქნებაო მუზეუმი. და მაშინვე გაჩნდა კითხვა, რისი? იქნებ სკოლას აკეთებდი, რა ხანის ხო, ეს ასე არ ხდება, როცა ამხელა ძეგლს ეხები, შენ პერსპექტივები უნდა გქონდეს წინასწარ. უმრობ და ხო, რა თქმა უნდა. ახან სკოლა, ორი სკოლა ქონდა მანამდე გაკეთებული, მესამე სკოლა ქონდა. კი, რა შეიძლება გამარჯვების ნაწილს. ჩვენ აღმოვაჩინეთ პროცესში ერთი ძალიან დიდი უცნაურობა. ზოგადად არქიტექტურას ხალხი ყველა სხვადასხვანაირად უყურებს და მე ვუყურებ როგორც რაღაც უფრო მეც ვიდრე არსებობა, ხო? რომ საუკუნეების წინ არა მხოლოდ არსებობდით, არამედ ქონდა მთელი რიგი გადაწყვეტები და არქიტექტურული გადაწყვეტები ყველაზე მეტად ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ხას უსვამს ერის ნამდვილ ცხოვრებას
არსებობას და მოძრაობას. Აი ეს 12-თაღოვანი გადაწყვეტა, რაც პირველ სართულზეა, იმდენად იდეალურია, იმიტომ რომ ეს არქიტექტურულად ნიშნავდა, რომ ეს გიჟი არანორმალური რიონი გაივლიდა. ეს არ არის მცირე გადაწყვეტა, ხა დღეს შეიძლება გაეცინოთ, რომ რაუნდო და ამის ხო, შენ მიხვდები. შეიძლება ვიღაცას დღეს გაეცინოს, რომ რაუნდო და ამის მოფიქრებას უნდოდა, აი რამდენიმე საუკუნის წინანდელი ამბავია და უნდოდა ცხადია. და აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრის შემინვა იყო გადაწყვეტილი, ეს იყო პერსონალურად მაშინდელი მერის სოსო ხახალიშვილის გადაწყვეტილება. ძალიან ამაყი იყო ჩემი იდეა არისო და ამას ისე ამაყად ამბობდა ეს ადამიანი, რომ ჩემი იდეა არის. შედიანო იქ ვიღაც ახალგაზრდებიო, ამიტომ უნდა დაიკეტოს. უნდა დაიკეტოს. და რიონი რო შევიდო და რა ზიზამდა? ხო, არა. რიონი იქ ახლა აღარ შედის ჰესის გამო მას სხვა მიმდინარეობა აქვს, მაგრამ როდესაც ტურისტი მოდის, მას უნდა აუყვერო, უნდა მოუყვერო, აი საუკუნების წინ იმდენად განვითარებული ვიყავი, რომ აი ესეთი გადაწყვეტა რაც მოგწონს რომში, რატო არ უნდა მოგწონდეს ქუთაისში, შეუძლია არ მოდის თავსებადობაში ერთმანეთთან. და ერთი ეს მოვიგეთ, რომ იქ არც მარანი გაიხსნა, არც შეიღება, არც შეიმინა, ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება და მერმა დიდი დამადლებით ასევე შეხვედრაზე გითხრა, რომ ამ ჩემ გენიალურ იდეას ჯანდაბას წავიღეთ უკანო და ეს იყო მთელი უკან დახევა თვითმმართველი ორგანოების მხრიდან. რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, უნდა აღვნიშნო, რომ შეხვედრამდე ჩვენ მქონდა ცალკეული შეხვედრები, ესეც სტრატეგიის ნაწილი იყო, რომ შეხვედროდით უფლებამოსილ პირებს, მათ შორის ცალ-ცალკე სანამ ერთად შეხვედრა ჩაინიშნებოდა და გაჯიუტებულები იყვნენ თავიანთ პოზიციებში და გუნდკიცებდნენ, რომ სუპერმაგარი იდეა, სუპერმაგარი წამოწყება და გვაბრალებდნენ ისეთ სიგიჟეს, როგორიც არის, რომ ჩვენ არ გვინდა ჩარდახს ვინმე შეეხოს. და ამ დროს ჩვენ ვითხოვდით, რომ ჩარდახის უნდა ჩაუტარდეს რესტავრაცია, რეაბილიტაცია, ეს პროცესი არის აუცილებელი, მაგრამ სწორად არის ჩასატარებელი. ანუ რემონტსა და რეაბილიტაციის შორის იყო ის. ამ შეხვედრაზე, როგორც გითხარით, იყვნენ საკმაოდ ავტორიტეტული სპეციალისტები თავთავიანთ დარგებში, სხვა შორის შეხვედრას ესწრებოდა ბატონი მირაბ კეზევაძე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ცოდნა ქუთაისთან მიმართებაში, არქივის დირექტორი, ჩვენთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანია. ესწრებოდა არქიტექტურის სამსახური ბუნებრივია, მერი, მაშინდელი მერი, ახლა მერიც აღარ არის, გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე მახსოვ შეგულებაში იყო, მაგრამ ამ ძლივ ჩანიშნულ შეხვედრას 4 თვე-ნახევარი რომ ვითხოვდით იმ შეხვედრას, მაინც დაესწრო. შეხვედრის თარიღიც მახსოვს 11 აგვისტო იყო. 2 საათი. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თემა, რომ ჩვენ ცხოვრობდით წელიწად-ნახევარი ამ თემით და ამიტომ აბსოლუტურად ყველა ნებისმიერი დეტალი შემიძლია გავიხსენო, უბრალოდ ზოგიერთ დეტალზე შეიძლება მაინტერესებს მაგ პრეცედენტი რაც მოხდა, რაც იშვიათობა არა მარტო ქუთაისში, არამედ არა, ყველგან იშვიათობა არის, კი. ხო, აი რა მოხდა, აი რა იყო, რა მიზეზები გიქნა. შეხვედრა ჩვენი მხრიდან წარიმართა ისე როგორად ეს ქონდა, ასე ვთქვათ, სხვა ადამიანებიც ესწრებოდნენ, დამოუკიდებელი არქიტექტორები მათ შორის და პროტესტში ჩართული ადამიანები, წერტლის უნივერსიტეტის რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც სრულად უჭერდა პროტესტს მხარს. ჩვენი მიზანი იყო პროფესიონალურ დონეზე დაგვემტკიცებინა თუ რა სჭირდებოდა ჩარდახს. და მე ვფიქრობ, რომ ეს 100-ით ნულით დავამტკიცებ. იმდენად რომ მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარესგან ვიგრძენით და აღიარა კიდევაც, რომ ის გაჯიუტებული აღარ არის თავის მოსაზრებებში. იგივე პოზიციები წამოვიდა გუბერნატორისგან, მაშინდელი გუბერნატორი იყო შალომბერიძე, ზვიად შალომბერიძე, მაგრამ მერმ რაღაც წელში ამოვიდა ეს აკადემიური კონფერენციის მოსმენა, რაღაც გვეხუმრა მისი
მისი ინტელექტის თანაფარდობით, რომ აი რაღაც ხამხელა მოსაწყენი ლექცია რა საჭირო იყო და თან საუბრობდა ქალბატონი მაია მანია, რომელიც როს საუბრობს, სუნთქვასაც კი ვიკავებ, იმდენად ვცდილობ, რომ შევისრულო ყველაფერი, რასაც იტყვის და თქვა, რომ არ მაინტერესებს, ციტირებ ეს პარაფრაზირება, არავის არ ეგონოს, არ მაინტერესებს არქიტექტურა, არ მაინტერესებს ისტორია, არ მაინტერესებს ესთეტიკა, კი, მაშტელი მერი ბატონი სოსო თბილისს დავუპირდი და ეს პროექტი გაკეთდება. ასე დასრულდა, თუმცა თბილისს დაპირდა პრემიერს დაპირდა თუ ის დაპირდა? თბილისს დაპირდაში სავარაუდოდ ბიუჯეტი არ იყო, ეს სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი. რაც ასევე ცალკე პრობლემა თვითმმართველობას. თბილისს დაპირდა, რომ მესამე სკოლა გაეკეთებინა იმას თუ ვერ გავიგე. ამნაირად დაპირდა. მორჩათ თანხა. ხო, მე ასე ვსწავლობ დამჩა და ამ თანხით რაღაც უნდა გაკეთებულიყო. ეს რაღაც პრემიერი ვინ იყო მაშინ? ღარიბაშვილი. პარაპეტი მიტო ალბათ, კახური მიტოს. არა, ეგ არ ვიცი. როესია მომდებია. მალე მისი მთავარი მიმართულება იყო, რომ ვადებში ჩატეულიყო. თანხა არ დარჩენილიყო, წინა წლის ბიუჯეტი არ გადასულიყო მომდენო წელში მოკლედ და მალე მოელია ეს დაამბავი. ხო, მე მას დროს უკან ბრუნდება და მოკლედ საბოლოო ჯამში მივიღეთ, ჩემი პირადი აზრით მივიღეთ დიდარი ბიზნესმენი, რომ თავის ეზოში საძმაკაცოსთვის პატარა მარანს რო ააშენებს, სახელდახელოდ რაღაცა ისეთი მივიღეთ. საერთოდ არ აქვს ლამაზი არის თქვათ ერთი შეხედვით რო შეხედავ მაგრამ მაგნაირი კახეთში და იმაში აღმოსავლეთ წახვიდე ბევრი შენობაა მაგალითად მოკლედ სასახლებიც კი მეფის დროინდელ საკომპლექსთან სასახლის კომპლექსთან მას შეხება რა იმ ერულთან მითხრა რაღაცა თავის დროზეც როცა წინა ხელისუფლების დროსაც ჩაუტარდა უქრო ჩავტახს რეაბილიტაცია მაშინ მიამატეს აიუნები აივნები პირველ ვერსიაში ჩარდა. ამ ჩარდახის ამ ნაწილს ნამდვილად არ ჰქონდა არქივიდან ფოტოები გამოვითხოვეთ და ხელმისაწვდომიც გამხადეთ. იმან აივნები მიამატა და ამან პარაპეტი და მესამე ამათმა აივნები ცოტა შეამცირეს, აივნები არ ჭირდებაო და ამატეს ზევიდან პარაპეტი რომ რაღაც სიმყარე ქონდეს და უბრალოდ აი რაც ფოკი მთქვა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ არ ვიცით აქ რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თუ გადავწყვიტავთ რაღაცა ფუნქცია ქონდეს, შეიძლება მე უცბად აღმოჩნდეს, რომ ამ კონკრეტული ფუნქციისთვის მას კიდევ ჭირდება ამატებით რაღაცა ან დაშენება, ან შიგნით ჩაშენება და ასე შემდეგ. მუზეუმი უბრალოდ ითქვა, რომ მუზეუმი არა, ეს როგორც ვთქვი, ტელევიზიაში ვიყავით საზმაურში, ქალბატონი ნოზაუტაშვილის მაშინ საავტორო გადაცემაში ხა ეს დაუხურა რეჟიმმა, მაგრამ ამბავის იყო, რომ სახელდახელოდ რაღაც პოზიცია არ დაგვისხდნენ პირდაპირ ეთერში, არც პირდაპირში, არც არაპირდაპირში უკვე. და რაღაც უნდა ეთქვათ და ეს რაღაც იყო მუზეუმის ვერსიის გაჟღერება, ალბათ ჩათვალეს, რომ ამ ვერსიას არ შევეწინააღმდეგებოდით, მაგრამ მუზეუმი ესე კარგად ჟღერადობა კარგი აქვს, ჟღერადობას არ უწუნებთ, მაგრამ ეს უნდა იყოს განსაზღვრული რისი მუზეუმი, რა ნაწილი იქნება მუზეუმში დაფარული, როგორ იქნება მოწყობა, მუზეუმის ეხო არ არის უბრალოდ აიღო და მუზეუმი დაარქვა რაღაცას. ერთი სიტყვით ბოლო-ბოლო ისე მივიდა საქმე, რომ ის მაინც ისე გაკეთდა, როგორც სანახევროდ ისე გაკეთდა, როგორც იყო ჩაფქრა. შუშები ამოიღეს უბრალოდ ქვემო სართულზე და ავთენტურობის ხაზი გადის პირველ სართულზე, პირველი ეს შენარჩუნებულია, ეს გვაიმედებს ჩვენ არც უსაუბროთ კმაყოფილები, მაგრამ რეალურად ძალიან კარგია, იმიტომ რომ პარაპეტი რაც დაედო, ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ ოდესმე ამ პარაპეტს მარტივად დაიხურება და მიემგვანება ოქროს ჩარდაღს. ხა არა სპეციალისტი ალბათ ბევრი გვიყურებს და ღობეს დააკვირდნენ თუ უნდათ. აი ეს ჰარმონიული შერწყმა რაც იყო რიონთან, შუაში მე ღობეც ჩაამატეს რიონის მხრიდან. ამიტომ არა სპეციალისტსაც შეუძლია თავისი დაკვირება გააკეთოს რა მიდგომებით, რა ერთგულებით არის შესრულებული ეს პროექტი. მაშინ მე ქალაქში არ ვიყავით და ხა ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, ცოტა ისტორიული რაკურსით მინდა ვთქვა, რომ რა მნიშვნელობისა ეს პირადად ჩემთვის ეს ძეგლი ეს თავიდანვე ვთქვით, რომ შემორჩენილია ერთადერთი საერო ნაგებობა,
ერთი რაღაცა არის რომ ელემენტარულად იმას რო ვიაზრებ რომ იმ ეზოში ისეთ ადამიანო ახლა ყველა იმერეთის მეფეები რო არ ჩამოვთვალოთ და იმ ჭადრის ქვეშ რო სოლომონ პირველი იჯდა მაგალითად და ელჩებს ღებულობდა და იქ რაღაცა გადაწყვეტილებებს ღებულობდა იმის ეზოში ცნობილი ჭადარი რო არის და ჭადრების ხეივანი იყო სხვადასხვა მისი მე როგორც ვიცი აი ჩემთვის სოლომონ პირველი არის რა ვიცი ხუთეულში შემავალი მთელი ისტორიის მანძილზე მეფე რომელმაც მაგალითად იმერლებს ჩვენ აქეთ ახლა ქუთაისლი ყველას გასაგონად რო თქვა მაგალითად ეს რომ თუ ვინმე არსებობს გვირაბს აქეთ საქართველო არა მარტო აქეთ ხო ალბათ ყველა ოჯახის კედელზე უნდა ეკიდოს სოლომონ პირველის სურათი და ძეგლი უნდა იყოს ყველა მოსახლეში ჩემი გადმოსახედანი იმიტომ რომ მან იმხელა სირცხვილი მოვბანა მე-17 საუკუნეში ერს რომ აი ტყვეთას ყიდვა რაც იყო გაბატონებული დაბალ ფენაში საშუალო ფენაში დიდ ფენაში საღვთელო ყველა ისეთი სირცხვილი მოვბანა მან ერს მისი ნიჭით მისი შესაძლებლობებით სულ რაღაცა 59 წელს წავიდა ამ ქვეყნიდან მაგრამ იმდენი მოასწრო რომ ის უდიდესი სირცხვილი ნამდვილად ჩამოვბანა და სოლომონ პირველთან და სოლომონ მეორესთან მეორე უდიდეს მეფესთან იგივდება ჩემთვის ოქროს ჩარდახი ხო ახლა ნიშნავენ ჩვენ ვამბობთ რომ პროფესიულ დონეზე რაღაცა მაგრამ მე ახლა ისტორია ჩემთვის ძალიან ძვირფასი რამეა და როცა ასეთი რაღაცა და ყველას გასაგონად ვამბობ როცა 1500 ხელმოწერა გროვდება ქალაქში ამ ქალაქში და მეტი არა ამ ხელა ქალაქში ნუ ახლა 180,000 თუ 120,000-ზე ვარ დასული თუ რაც არ უნდა იყოს და მარტო რამოდენიმე ადამიანი ახლა მე ჩემ თავზეც უნდა ვთქვა რომ მე არ ვიყავი ქალაქში და მეც ვერ ვიყავი ჩართული მაგრამ და ჩემ მინუსად ვთვლი ამას მაგრამ რა თქმა უნდა იქიდან გულშემატკივრობდი მე თვითონ პირადად მაგრამ როგორ რაღაც არის იცი აი ამ დროს ასეთ ძეგლზე ასეთი მნიშვნელოვან ძეგლზე როცა არის საუბარი და ხალხი ამას მხოლოდ რაღაცა ნაწილი რაღაცა პროცენტულად 1%-იც კი რაღაცა თავისთვის თქვენ რაღაცა სამოქალაქო აქტივისტები და შესაბამისი განანათლების მქონე და პროფესიონალები მას აპროტესტებით და ყველა არა აი არის რა ვიცი ჩემთვის პირადად ჩემთვისაც შეურაცხყოფა და ალბათ ყველა ქუთაისელი და ყველა იმერელის და ყველა დასავლეთში მცხოვრები იმიტომ რომ იქ უდიდეს მეფეებს მათ შორის სოლომონ პირველი იჯდა იმ ეზოში იმ ჩარდახის წინ ხალხო ასე მინდა ვთქვა ახლა ეს პოდკასტია და რაღაცა გული სამონაღები რაღაცაში მეც უნდა ვთქვა და მეც უნდა და როდესაც ასეთ რაღაცას იმერული სტილის რა ერთ-ერთ საერო ნაგებობას ადგამენ კახურ პარაპეტს და რაღაცა სკოლის სამშენებელი თუ და გამრემონტებელი აკეთებს იმას რა ქვია ამ ხელამნიშნელობით ძეგლზე იმას ეს არის ქალაქისთვის შეურაცხყოფა ქვეყნისთვის შეურაცხყოფა და ყველასთვის შეურაცხყოფა იმიტომ რომ ერთი რა ჩემთვის უძვირფასესი მეფე იჯდა იმ ეზოში და იქ იმ შენობაში უპირველესი მეფე იმერეთის სამეფოზე რო ვთქვათ უპირველესი მეფე თუ არ ვიტყვით დავით ნარინს თავიდან ნუ ახლა დაყოფილი იყო საქართველოს რასიზმ ახლა დაყოფილი იყო სამეფოებად მაგრამ მან რომელმაც იმხელა რამე გააკეთა ამ ქვეყნისთვის და ამერიკაში და ერთი რამე მინდა დავამატო კიდე და პარალელი გავავლო დღევანდელობასთან ჩემო ძვირფასებო მან რაც გააკეთა მაშინ და ტყვეთას ყედვა აგრძალა. ეხლა მე მინდა გადმოვიდე 21 საუკუნეში და არა მარტო 21 საუკუნის მე-20 საუკუნის ბოლოს. რა ტყვეთას ყიდვა ეხლა არ არის. ოღონდ ნებაყოფლობით. არ ვეუბნებენ ეხლაც წადით ამ ქვეყნიდან, გვითხრეს რამოდენიმე ხნის უკან კიდე. მეტი კი არაფერი იყო რა იქიდან წასულების 5% იყო შეიძლება თავი რეალიზებულ და დანარჩენები მოსამსახურება და ტყვეება და მონებათ არის. ემსახურებიან იმას რა ქვია. მოდი ამ ქალაქის სიმწვავე რაც არის, რომ ნახევარი ქალაქი დაცლილია, ნახევარი ქალაქი კი არა მეტი. დაცლილი და წასულია ამ ქალაქიდან და ამ რეგიონიდან საერთოდ და წასულია საზღვარგარეთ, იქ არიან წასული იმას რა ქვია
რომის მოსანახულებლად და იმის რა ქვია ვენეციის გონდოლაზე იმაც სასეინოდ. იქ არიან წასულები ზუსტად მასში როგორაც ხდებოდა. ზუსტად იმ სოლომონ პირველის დროს, ზუსტად იმ მე-17 საუკუნეში. რომ ტყვეებად არიან ფაქტიურად. ოღონ როგორ ეხლა არის გაფორმებულად ტყვეთასყიდვა, რომელსაც ჩვენ თუ პარალელს გავავლებთ, ცოტა გამიგრძელდა ლაპარაკი, თუ პარალელს გავავლებთ, აბსოლუტურად იგივეა. აბსოლუტურად იგივეა. აბა განათლების, 5-10% შეიძლება წავიდეს კიდე ევროპაში და იმაში რა ქვია, დასავლეთ თუ კი აღმოსავლეთში, თუ კი ნებისმიერ ქვეყანა რო იცლება. მაშინ ძალით მიყავდათ, ახლა ნებით მივდივართ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ტყვეთასყიდვაა ჩვეულებრივად დღესაც. ბევრ პრობლემაზე მიუთითებს ის ამბავი, რომ უფრო ჩარდახიზე უფრო მეტი ადამიანი არ დადგა ჩვენს გვერდით და პირველ რიგში რა პირველ სკოლაზე დამწყდებოდა გული ის ადამიანები, ვინც პირველ სკოლაში სწავლობდნენ, ასწავლიან ადმინისტრაციაში არიან, ხალხი რომელიც ყოველდღე ხედავდა უფრო ჩარდახს და მინიმუმ ბავშვისთვის უნდა აეხსნა რა მნიშვნელობის იყო ეს შენობა, ამ ადამიანებისგან ვერ ვიგრძენით, ისტორიის მასწავლებლებისგან ვერ ვიგრძენით ყველაზე დიდი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში და ვიცით ამის მიზეზი ჩვენ ბევრი რას ვერ აბიჯებენ ეს ადამიანები, ისი ეშინიათ. როგორც ყოველთვის ჩვენ ზუსტად მაგისთვის ვიბრძვით, რომ მივიღოთ ისეთი ქვეყანა, სადაც მასწავლებელს შეიძლება ხმამაღლად თქვას მისი მთავარი სათქმელი და მასწავლების სათქმელი მე ზუსტად ვიცი და მჯერა რომ არ არის მხოლოდ აუდიტორიაში დასატოვებელი მასწავლებელმა რაც შეიძლება ბევრი და ხმამაღლა უნდა ილაპარაკონ, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, რომლებიც მომავალი თაობის განვითარებაზე, განათლებაზე ზრუნავენ და იმაზე რომ აი სოლომონ მეფე და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა რო გიყვარდეს, ამის სიყვარული ჩემი აზრით სკოლიდან უნდა იწყებოდეს. ცოტა რომ ძალიან შემოგილანძღათ ორივეს ხალხი და პატარა კომენტარს გავაკეთე. მე შეგახსენებ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას მაგ პროტესტში. თუ ათობით ადამიანი გამახსენდა ახლა რო საუბრობდით, რამდენი უჭერდა მხარს ოქროს ჩარდაღს, რამდენი იბრძოდა ჩვენთან ერთად, მათ შორის ხელისუფლების ამორჩეველი. ანუ ეს ისეთი უნივერსალური თემა იყო, რომელიც ახლა ცენტრალური თემები კიდე სხვა არის, მაგრამ ამ ადამიანებს აღმოაჩნდათ ეს რაღაც პროფესიონალური შინაგანი რწმენა, სინდისი მათ შორის, იმიტომ რომ პროფესიებს თავის სინდისები აქვს წესი და რიგით, ასე გვასწავლეს, ხო? და ეს ადამიანები იმის და მიუხედავად, აი თუნდაც პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც წერეთლის უნივერსიტეტიდან ამდენი პროფესორ-მასწავლებელი იყო ჩართული და ასე მყარად იყო ჩართული. ის რომ 1500 ხელმოწერა შეგროვდა, ეს ასეთ დაცლილ ქალაქში ძალიან კარგი მაჩვენებელი რო არის, ჩვენ ეს ხშირად გადავტესტეთ, გადავიანგარიშეთ და კარგი რიცხვია. და თან აქ არის მეორე ამბავი. ერთი უკვე თქვენც თქვით რომ დაცლილი რადგან არის ვიღან უნდა იბრძოლოს, ხელი ვინ უნდა მოაწეროს და ასე შემდეგ და მეორე ამბავი არის ისიც რომ ადამიანებში სანამ წმენა არ იქნება რომ ნამდვილად თვითმართველი ქალაქის მცხოვრებლები არიან, მათ არანაირი мотиваცია არ ექნებათ მსგავსი ტიპის ბრძოლების. ყველა მიცის რომ ახლა ქუთაისის და ნებისმიერი სხვა ქალაქის სოფელის დაბის ნებისმიერი წერტილის ამბავი წყდება თბილისში, ცენტრში. ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა, რომ ჩვენ ვერ აი ნიკოს კლუბში ვართ ხომ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ საქართველოს, როგორიც ნიკოს უნდა და თვითმართველს ვერ მივაღწიეთ. თვითმართველ ქალაქში ადამიანებს მეტი რწმენა აქვთ და მეტად არიან დაკავებულები მონაწილეობითი დემოკრატიის მშენებლობით. ამიტომ მე ხალხს ნაკლებად საყვედურო ხალხს შეგან განსხვავებით ამ შემთხვევაში. მახსოვს რომ ყველაზე ხშირად რა ფაზასაც ვიმეორები სხვადასხვა ინტერვიუს დროს. იყო ზუსტად ის, რომ გვინდოდა ყოფილიყო პრეცედენტი იმის, და შედგა ეს პრეცედენტი. ადამიანებს ეკითხებიან წინასწარ რაიმის დაგეგმვას აპირებენ ქალაქში. და ახლა უკვე ბულვარზე მოდიან აქციაზე ადამიანები და ჩვენ გვეკითხებიან ვახსოვართ ალბათ რაღაცნაირად ჩარდახის პროტესტიდან და გვეკითხებიან რა ხდება ბულვარში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ბულვარში რაც ხდება. ეს გამოიწვია ჩარდახმა. მე ვიტყვი და ჩემ თავსაც მივაყოლებ ზემოდან რომ კი არ გავლანძღის ხალხო, მე ფაქტი აღვნიშნე რომ რა მნიშვნელობის იყო და დაუშვით ჩვენ მეც მათ შორის და თქვენც მაგრამ კი იწვალეთ რაღაცა, მაგრამ
ის მაინც ისე გაკეთდა როგორც ზემოდან ეგრეთ წოდებული ზემოდან არის თითქმის ეგრე ისე არ გაკეთებულა როგორც იყო ჩაფიქრებული გაცილებით უარესი ხო დაპირდა კაცო მერი და დაპირდა და ეს არის თვითმმართველობის ხარვეზი მაგრამ ამდენი სპეციალისტის ჩართულობამ ამიტომ არის მიშკოს დასწრში ქონდა კითხვა რომ ეს აკადემიური გზა რატო შეირჩა თავის დროზე მარტო ჩემი არა თვითონაც და ბევრი ადამიანი იყო ამაში ჩართული და ეთანხმებოდა იმ იდეას რომ აი ესე აკადემიურად უნდა გავყვეთ როგორც მკვლევარები ისე უნდა გავყვეთ ამან გამოიღო ის შედეგი რომ თვითნებობის კოეფიციენტი დაწევა მოუწიათ ცენტრსაც და ადგილობრივ თვითმმართველობასაც და ჩარდახი არის ის მაგალითი რომ მაგალითად ეხა ბულვართან მიმართებაში ან განაშენიანებასთან ან სხვა საკითხებთან მიმართებაში და განსაკუთრებით კულტურულ მემკვიდრეობებთან მიმართებაში მაგალითად შეიძლება აიღოს ნებისმიერმა დილეტანტმა ადამიანმა რომელიც არც აქტივისტია არც არქიტექტორია ქრონოლოგიურად არსებობს მასალები ჩარდახის პროტესტთან დაკავშირებით და უბრალოდ იგივე რომ გაიმეოროს და ეს აღმოჩნდეს გადამდები ჩვენ ჩავთვლით რომ იმაზე მეც მივახციეთ ვიდრე პირველი სართულის თვის ავთენტურობის შენარჩუნება. მიშკომ რო თქვა ურბანულ განვითარებას და თან ვახსენეთ ამდენი ხანია კეთდება ბულვარი ეხა როგორ მიდი უკვე დასრულებული უნდა იყოს წესი და განო წესით კი მეც ასე მახსოვს ჩანაწერები უკვე დასრულებული უნდა იყოს რაღაცა ხალხი დადის გარშემო ციხე-გალავანი არის რაღაცა სამშენებლო რა კეთდება როგორ კეთდება ამაში თუ ვართ თუ ვართ კომპეტენტურები რომ მოგწონს ამაზე გაკეთდა თქვათ მაგაზე რამე მაგალითი აიღეს ჩარდახზე და წინასწარ ხალხთან შეთანხმდნენ რომ აი ასეთი იქნება ბულვარი ამნაირად იქნება რამე წინასწარ ის იყო სამწუხაროდ არ ყოფილა და მარტო ბულვარს არ ეხება ეგ ამბავი იქვე ქუჩის ასასვლელში შემოენგრათ ოძოელი მუზეუმის 50 წლის შენობა და ერთ-ერთ ლექციაზე ფოკი ყავდა ჩვენ არაჩვეულებრივი ექსპერტი თამარა მაშუკელი ვიცი რომ ეს გოგო ძალიან იჯდება ქუთაისზე და მაშინ მახსოვს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჩაგვიარა და ცუდი კომენტარი გააკეთა მაშინ რომ კი არ შემოგვენგრავო ესო ძველი იყო და დაინგრაო და მაშინ თამარ მაშუკელმა თქვა ასეთი სიტყვები რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ამბავში სიტყვა შემოინგრა, დაინგრა არ არსებობს. შემომილა. თუ ასეთი პრეცედენტი დგება, ამ შემთხვევაში ხდება თითეული ქვის დანომბრა, დაშლა და ზუსტად იგივე ნუმერაციით აგება. ცხადია ეს თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თუ შენ გაწუხებს კონკრეტული რომელიმე შენობის ამბავია და გინდა რომ დარჩე იმ ნაწილში რომ ხარ კულტურული მემკვიდრეობის პატივმცემელი, მაშინ ხდება ზუსტად ასე. შეგიძლია დანომბრო, დაშალო და ააწყო უფრო მყარი ზუსტად იგივე შეხედულები. გასაგები. გარდა ამისა, ჩვენ ქუთაისში ვიცი რომ შენ ნამყოფი ხარ ციხეში შეიპარეა. ადრე შენგან მაქვს მოსმენილი ეს ისტორია. მეფის დროინდელი ციხე, რომელსაც ბევრი საინტერესო პიროვნება უკავშირდება. ეს ციხე 2005 წლამდე ფუნქციონირებდა თუ არ ვცდები, მერე უკვე ახალი აშენდა ქუთაისში, ეს ციხე დაიკეტა და ახლა ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ გაყიდა სულ რაღაც 2 მილიონი ლარად და ამ შემთხვევაში ძალიან დრო არ მოხდა ის, რაზეც ჩვენ ვსჯელობთ. ეკითხა ხელისუფლებას ხალხისთვის რა შეიძლება გაკეთებულიყო ზუსტად თვითმმართველობის მხრიდან ამ ციხის ტერიტორიაზე, რომელიც არის ქალაქის ცენტრში, უკავშირდება უამრავ საინტერესო ისტორიას, რომელიც დღემდე გერმანიაში არ დაუკეტავთ საკონცენტრაციო ბანაკები. დღემდე ეს ადგილი ითვლება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად და ნუ თუ მეფის დროინდელი ციხისთვის არ გამოჩნდებოდა ადგილი ქალაქში, სადაც სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ჩვენ ტურისტების დაბრუნებას, ასე რომ ვთქვათ, ქუთაისი რჩება გამტარ ქალაქად მაქსიმუმ 2 დღე თუ რჩება ანდრო შენს ვიცი რომ სართულ რო გაქვს და კარგად გაიგებ ჩემსაც
ნუ თუ არ შეიძლებოდა დაახლოებით 10000 კვადრატული არის ეს ტერიტორია ციხის ადგილზე საინტერესო ადგილის შექმნა და მინდა ფოკი თქვა აი რა გაქვს ნანახი თავად ციხის ტერიტორიაზე შიგნით მე და შეგვიძლია მე ამ პოდკასტზე როცა შენ ისაუბრებ ახლა დავადოთ ის ფოტოებს მე მოვიძებნი პატიმრების ნახატებია თუ არ ვწდები ლექსები წერია კედლებზე ევროპაში რომ მივდივართ ყველაზე მეტად რაც მიმზიდველია არის აღქმა როგორი უნდა იყოს მუზეუმები და ბევრნაირი მუზეუმი მინახავს ძირითადად ატრაქციების მეთოდოლოგიას იყენებენ და არის ეს შესანიშნავი და ეს მუზეუმი უბრალოდ ციხე ჩემთვის მუზეუმი ეს მუზეუმი რო შევედით არის ხოლმე გარკვეული ტერიტორიები რომლებიც თვითონ კარნახობენ რა უნდა იყოს და ეს არის ის შემთხვევა არც ძალიან უკაცრავად ყველასთან ძალიან უფანტაზია უნდა იყოს ადამიანი რომ იმ შენობას ვერაფერი ვერ მოუფიქროს არაფერი მოფიქრება არ სჭირდება თვითონ არის უკვე აი გალაქტიონის საკანში შედიხარ და ზუსტად იცი იქ რა ხმა, რა საუნდ სისტემა, რა ვიზუალი, როგორ უნდა იყოს შენარჩუნებული კედლის ისტორიულ წარწერებს გულისხმობ და არა ეხა ყველა პატიმრის იმას. როგორ შეიძლება დორმის გაკეთება, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მიღებული ფორმაა და სასტუმროებს ხშირ შემთხვევაში ანაცვლებს განსაკუთრებით, როცა სტუდენტები და ახალგაზრდები ბიუჯეტურად მოგზაურობენ. როგორ შეიძლება გააერთიანოს მთელი რაღაც კულტურის მუზეუმი ქუთაისის კულტურის მუზეუმი. ეს სივრცეებადაც დავყავი, იმდენად დიდი ტერიტორია, იქ ეზოს პოტენციალი არაჩვეულებრივი, გერმანული არქიტექტურა ჩემი შეგრძნებით რაც მე ვნახე. შიგნიდან, გარედან მასე არა, შიგნიდან გულისხმობ აი სადარბაზოს გერმანულ სისტემას სართულებს შორის, არაჩვეულებრივი განათებებია, ის რაც არის სრულიად საკმარისი, არ ვიცი, ნებისმიერი რამის ერთი კი არა, რამდენიმე ობიექტის გაერთიანება შეუძლია, რამდენიმე მუზეუმის მაგალითად და ჩვენ თავის დროზე რამდენიმე ადამიანს ქონდა კიდევაც მე ისთვის შეთავაზებული იდეა, როგორ შეიძლება იქ გაკეთებულიყო ერთდროულად როგორც მუსიკის, ასევე ვიზუალური ხელოვნების მუზეუმი, ები, რაღაც მუზეუმთან კომპლექტად მაქვს წარმოდგენილი, რომლის ანახავადაც მე დაარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ევროპელი და არა მარტო ევროპელი, ამერიკელი მეგობრები, რა თქმა უნდა, ჩამოვიდოდნენ, იმიტომ რომ ეს არის კულტურა. ხალხი იგონებს ისტორიებს, რაღაც შენობებს იგონებს, ახალ ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი, აი ცოტა სამეზობლოსკენაც რო ჩავიხედოთ, ყველგან არის მაღალი ხარისხის მუზეუმი. ყველგან არის მაღალი, ყველას უნდა რომ თავისი კულტურა წინ წამოწიოს. ჩვენთან ეს ყველაფერი რატომაც პირიქითაა და გულდასაწყვეტია. რაც შეეხება მუზეუმს, მე ვიყავი ქალაქში, ვიყავი თბილისში და ლაივში ვუყურე, როგორ დაანგრია ქარმა. ხალხი ლაივ რეჟიმში უშვებდა, ესე იგი 4 კედლიდან 1 კედელი დატოვეს წინა ფასადი მუზეუმის შემთხვევაში და როგორც ჩანს, ჰქონდათ გადაწყვეტა, ევროპაში ასეთი მაგალითები არსებობს, რომ მხოლოდ წინა ფასადს ასე ვთქვათ, შეუნარჩუნებენ სახეს და დანარჩენს მოშლიან. თუ ის არ ვარგა და თუ მისი გადარჩენა შეუძლებელია და პირდაპირ ეთერში ხალხს ლაივი ქონდა Facebook-ზე გაშვებული, როგორ ინგრეოდა ისტორიული შენობა და ძალიან რთული საყურებელი იყო შორიდან და უცნაური. ამ ყველაფერმა ბევრი რამეზე თვალის დახუჭვამ ჩვენ იქამდეც მივიყვანა, რომ გელათი რა დღეშიც არის, ამაზეც რა თქმა უნდა ყველა ერთად ვარ პასუხისმგებელი და მთელი საქართველო, გელათის შემთხვევაში მთელი საქართველო და მივიღეთ ის, რომ 5 წელია გასული და გელათი ისე გადახურულიც არ არის, დროებითი გადახურვაც არ აქვს სრულად, რომ ამ წუთათაც არ ზიანდებოდეს ფრესკები, მაგრამ ამასობაში გადის ბევრი დრო, ძვირფასი დრო და შეიძლება ჩვენ ვეღარ შევძლოთ უკვე დაზიანებულების აღდგენა კი არა მხოლოდ, არამედ მთელი ტაძრის მოხატულობის განადგურება. ფაქტიურად მთელი ისტორია თქვით ახლა ჩვენ საქართველოს წარსული ისტორია თან როგორ რაღაცები ვახსენეთ, აქეთ სოლომონ პირველი და უფრო ჩარდახი, იქეთ გელათი და რა ქვია დავით აღმაშენებელი ამ ქალაქის ირგვლივ საეროს და სასულიერო ცნობილი აკადემია და ახლანდელი უნივერსიტეტი ასე რომ ვთქვათ, მაგრამ იქ ამ ქალაქის იმდენი რამე არსებობს, რატო უყვართ ქუთაისი? და ქუთაისლებს რატო არის რომ მისი ქალაქი და თავის წარმოჩენა ისო, იმიტომ რომ
ფასი იციან რომ რა არის მათი ირგვლივ და რა იყო ეს ქალაქი და როგორ იყო და ასე ნენელა ხან პარაპეტს უკეთებდა ხან იმერულს კახურად გადააკეთებ რა ქვია იმას და გელათიდან იმას ჩამოხსნი და რაღაცა ფრესკები ჩამოვარდება და ეხლაც გადახოლილი და წვიმა ჩამოდის შიგნით ეხლა აღარ ჩამოდისო მაგრამ როდის გაკეთება არავინ არ იცის აი როგორად ასეთი არაპროფესიონალურად მიდგომა ყველანაირი საქმის მიმართ რასაც ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ ყველაფერი ამაზე მეტყველებს და ჩემ თავზეც ვიტყვი და ჩვენ თავზეც უნდა ვთქვა არაპროფესიონალად ვიქცევით ჩვენც ალბათ ხო ერთი იყო რომ ჩარდახზე პროფესიონალად მივდექით მაგრამ მაინც არაფერი არ გამოვიდა ნუ იცახით არაფერი არ გამოვიდა გამოვიდა ის რომ თავარი ნაწილი გადავარჩინე ავთენტურობის ხაზი არის გადარჩენილი ეს აძლევს ამ ჩვენს მემკვიდრეობას იმის პერსპექტივას რომ ის გადარჩება გელათი ახსენა მიშიკომ გელათთან დაკავშირებით ჯერ გარდა იმისა რომ ძალიან მტკინვეული თემა იმიტომ რომ აი პეტრიცის საწყისები იქიდან მოდის და პეტრიცი ჩვენი თომა აქვინელია ჩემთვის ელჩიც ქრისტიანობის წარმომადგენელიც სწავლულიც დიპლომატიც ყველაფერი აბსოლუტურად რა თქმა უნდა მტკინვეულია უბრალოდ გელათთან მიმართებაში მე ვერაფრით ვერ დავიჩემებ ნამდვილად არ მაქვს უბრალოდ იმ დოზით გამოკვლეული მაგალითად როგორც ჩარდახი და არც ვიკადრებ ერთადერთი რაც როგორც მოქალაქე მიცი არის ის რომ გელათის შემთხვევაში უკვე დადგა აუნაზღაურებელი ზიანი აი ეს ტერმინი აუნაზღაურებელი ზიანი სწორედ იმას მოიაზრებს ის რისი ანაზღაურებაც არ შეიძლება ვეღარ მოხერხდება ეს არის გელათი ახვეტილი ფრესკები მოზაიკა რომელმაც მოძრაობა დაიწყო ანუ იშლება დასავლეთ ფლანგი ჩამოშლილი და უზარმაზარი მთლად დილეტანტიც არა ვარ მუდმივად ვადევნებ თვალს მაგრამ მთელი საქართველო მე ვფიქრობ რომ ეს თემა ნამდვილად იმსახურებდა მთელი საქართველოს გაერთიანებას და ეს არ არის მხოლოდ ქუთაისის დასაცავი თემა მთელი საქართველოს ნებისმიერი მემკვიდრეობა შეიძლება ტერიტორიულად რა თქმა უნდა სხვადასხვა ადგილას იქნება გადანაწილებული ხომ კუთხების და მიხედვით მაგრამ გელათი მაინც უნდა ყოფილიყო ის თემა რაც გააერთიანებდაერსა და ბერს პოლიტიკური შეხედულების სხვადასხვა ადამიანებს და ჩვენ ნამდვილად დავაკელეთ ყველამ გელათის შემთხვევაში ბრძოლა და ეხლა მე ძალიან არ მინდა იგივე დაგვემართოს მაგალითად ბულვართან დაკავშირებით. აი მკაცრად არ მინდა, იმიტომ რომ მთელი მე-19 საუკუნე მთელი ჩვენი აზროვნება, სხვა შორის ძალიან ახლოს ნიკოს აზროვნებასთან, ხო, ქაკაკის სახალხო პარლამენტი ქონდა, საციგურავო მოედანი იყო ბოლო მე-19 საუკუნეში, ამფითეატრი მარსელეზეს ხვეროდნენ ყოველდღიურად და რაღაც სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკური დანიშნულების ადგილი იყო ანტისემიტური მოძრაობების ესე ვთქვათ მოქმედებების გარჩევა ანალიზიც იქ მოხდა და საოცარი გარდა იმისა რომ ეკონომიკური ხასიათიც ჰქონდა უკანა ნაწილს დღემდელი ფალიაშვილის მხრიდან ეს ბულვარი სინამდვილეში მე რატომ წდება გული ბულვარს მიუდგნენ ბულვარის პროექტიც ნანახი გვაქვს და შესწავლილი მიუდგნენ როგორც პარკს და ეს არ არის პარკი ეს არის ბულვარი და ცენტრალური ბულვარი თავისი ისტორიული ატრაქციებით უნდა გაკეთებულიყო სინამდვილეში და არა იმ რემონტით და ცემენტით როგორადაც ახლა კეთება. იქ ფლორას ნაწილი, მცენარეული როგორც გავედი რაღაც ისეთ კვალზე ჟიონების გვარი ამოტივტივდა ქუთაისში მცხოვრები კათოლიკები არიან. მე როგორც ვიცი ისინი ცხოვრობდნენ დღეს რეფლექტორია იქ ჩინურ სახლში. ის შენობაც ასევე კათოლიკების აშენებულია ისევე როგორც მის წინ მდგომი ფოსტა რომელიც დაიწვა უნიკალური შენობა. რამ დაწვა როგორ დაწვა კაციშვილმა არ იცის ან რას უპირებენ კაციშვილმა არ იცის. ბულვართან მიმართებაში იყო მოთხოვნა ხალხის მხრიდან ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ ხელმოწერების შეგროვდა გაგვაცანით პროექტი და აი ანგარიში ვალდებულად ართვლიან თავს რომ ხალხს რამე მაინც უთხრან ორი სიტყვა რა კეთდება როგორ კეთდება და პრინტერესტიდან ამოღებული ფოტოები გააკრეს ბულვარს ესე იგი ბოლო იქამდე მივდივართ ჩვენ რომ ჩვენ რახან ნიკო ნიკოლაძის კლუბში ვართ და ნიკო ახსენეთ რამოდენიმეჯერ და ნიკო კარგი ბიჭია ხო ესე იგი რაც იმ კაცმა დასახა რომ ჩვენი გზა ევროპისკენ არის და ევროპული გზა თუ არის და ჩვენ თუ ევროპული ქვეყანა უნდა ვიყოთ იქ სამოქალაქო თვით შეგნება და სამოქალაქო აქტივობა
და გათვალისწინება ხელისუფლების მოქალაქისა და მოქალაქეს გათვალისწინება მის რომ ის მისია მისი საკუთრებაა და გათავისებული აქვს და შენ ჩემ უკითხოა და მაგას ხელი არ უნდა მოკიდო ეს ჩვენო გადმოყოლილი გვაქვს კომუნისტური გადმონაშთები რომ გადაწყვეტილებას ღებულობენ ზევიდან და შენ უნდა იყოს სულ და გაჩუმდი არ შეიძლება არაფერს ამოღება ხმის ამოღება ეხლა ჩვენ ესე იგი გამოდის რომ ამდენი რაღაცა ფუჭდება ამდენი რაღაცა გვაქვს ფუჭდება და ისე ძველებურ აზროვნებაზე ვარ დარჩენილი რომ ხმას არ ვიღებთ ხელისუფლებას იგივე დამოკიდებულება აქვს კომუნისტური ძველებური რომ მე ვარ და მე ვიღებ გადაწყვეტილებას და მე როგორც მინდა ისე ვაკეთებ და მოქალაქეების უმეტესობა 80% ალბათ ზედმეტ ნაკლებად როგორი ამბავია მე მოქალაქეებს დავიცავ არა მოქალაქეებს მეც ვიცავ მაგრამ მოქალაქის ბრალი არაფერ არა მე ერთი რამე მინდა ვთქვა ნიკოს მოადარეთ მოქალაქეებს ჩვენ კოლექტურად უნდა შეხედეთ როგორ რაღაცა არის როგორ რაღაცა მე ამას აი მაგაზე ახლა ორჯერ მითხარ და უკვე უნდა ვთქვა 1 გრამიც არ არის მოქალაქის ბრალი იმიტომ რომ ხალხს 30 თუ 35 წელია კი რა საერთოდ სამოქალაქო განათლება ვაფშე არ მიუღია საერთოდ არ მიუღია რა უნდა მოთხოვო ადამიანს რა უნდა მომთხოვო მე როცა მე ეს არ მასწავლე ჩემ თავზე ვიტყვი როცა მე არ მასწავლე თავიდან მოყოლებული დღემდე და არ ამა გათავისებული ის რა იყო ოქროს ჩარდაღი და რა არის ოქროს ჩარდაღი ჩემთვის მე ახლა 45 წლის ვარ და ახლა რომ მომთხოვ აზო გამოდი და რა მეთქვი ახლა ეგ არის ჩვენ იქამდე უნდა მივიდეთ რომ ხელისუფლებაში იქნება თუ ხალხი ვიქნები თუ ერთად ერმა ნაცია იქამდე უნდა ვივიდეთ რომ უნდა გავითავისოთ უნდა გადავერთოთ ნიკოს როგორც გვირჩია იმ კაცმა გადავერთოთ ევროპულ გზაზე ევროპულ აზროვნებაზე რომ ყველაფერი ჩვენია რაც ამ ქვეყანაშია გარდა საკუთრებისა გარეთ რაც არის საერო სასულიერო ჩვენ გვეკუთვნის ყველა სათითაოდ და მისი პრობლემა ჩვენი პრობლემა უნდა გახდეს ამას უნდა მივეჩვიოთ და ხელისუფლებებიც ისეთი უნდა ავირჩიოთ რომ ის პრობლემები რაც დგება და ოქროს ჩარდაღს უდგება თუ გელაც უდგება ხალხთან შეათანხმოს და ისე გაკეთდეს ყველაფერი ამას იმიტომ თუნდაც რომ ასუზგებლობის ნაწილში თუ რამე შეეშლება მაგალითად ხელისუფლებას ხო გითხარი ხო ვიცოდი რომ მარტო მე კი არ შემშლია მე აი მოვიწვიე მაგალითად საერთო კრება ხალხის ვინც დაინტერესებული იყო მოვიდა და ჩვენ ასე გადავწოდეთ და შეგვეშალა და მე დანარჩენ ადამიანებს მოუწოდო რომ აი ჩვენ შეგვეშალა რადგან ცოტა ვიყავით ჩართული რადგან შენ არ მოდი ამიტომ ახლა ყველა მოდით და თანაბრად იქნება ჩვენზე გამარჯვებასაც თანაბრად გადავინაცვლიეთ. ეგრე ხდება, ეგრეც უნდა იყოს. ამასაც გადავინაცვლიეთ და ახლა ეს ყველაფერი მე იქითკენ მინდა მივმართო, რომ ქუთაისის საფრთხეშია. ქუთაისის საფრთხეშია იმ ნაწილში, რომ ემუქრება თბილისი და ბათუმის ნაირად. ის რაც დაემართა თბილისს და ბათუმს და მე ბევრი ადამიანი ნახე ბოლო წლებში, რომლებიც ვთხოვენ გუმხურვალეთ რომ ხალხნო გადაგვირჩინეთ ქუთაისი. ჩვენ ვერ გადავარჩინეთ, მაგალითად ეგ ჩემ თავზეც მაქვს, მაგალითად თბილისი, მე ჩემი ხო მაგალითად თბილისში, ჩემ ოჯახსაც შეეხო, არ მე ახლა უბრალოდ ვახსენებ, გადაიქცა ბეტონის ჯურღულება და ჯუნგლება თუ რა ვიცი, მე ყველგან ამოდის, გაიხედავ და ჩავალ და უცებ შენობა ამოსული, ჩამოვალ ქუთაისში, ჩავალ კიდე შენობა შოქში ჩავარდები, ისია ბათუმშიც და იგივე არ მოხდეს აქ. ამან ჭირდება მიხვედრა ბევრი ადამიანის მხრიდან. შენი ჭირდება აქ აქტივისტების მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან, პირველ რიგში თვითმმართველობის მხრიდან. სამწუხაროდ მაქვს ინფორმაცია, რომ გაიზარდა ქუთაისში კაკოეფიციენტი, რომელიც უკვე გულისხმობს, რომ ქუთაისში შეუძლიათ უკვე მაღალსართულიანი ბინების აშენება და ჩვენ რამდენიმე დღის წინ ერთად ვესწრებოდით ლექცია, სადაც ძალიან მცოდნე ადამიანმა თქვა, რომ ეკონომიკაში განვითარება არ ნიშნავს რაც უფრო მაღალსართულიანი იქნება ბინები. პირიქით, ჩვენ ვცხოვრობთ ქუთაისში, ვიცით ავტობანმა სად აგვიარა, ცივილიზაცია მანამდე მატარებელმა აგვიარა, მანამდე მატარებელმა აგვიარა და ახლა რადგან ეს ყველაფერი ცივილიზაცია განვითარება დაკავშირებულია გზასთან და მიმოსვლასთან, მოდი, რა ვიცი, ამ ქალაქის განვითარება დავიწყოთ იქითკენ.
ავტობანისკენ გაჩნდეს ახალი ქუთაისი ისევე როგორც სხვათა შორის დასავლეთია იგეთ ხარეს და დასავლეთისკენ რუსთავი არსებობს ახალი ბათუმი ახალი ქალაქების აშენებას ვაპირებდით საერთოდ კოლხეთის დაბლობზე და შევეცადოთ რომ გავაჩინოთ ახალი ქუთაისი და დავანებოთ ძველ 3500 წლის ქალაქს და ამ ნაწილში ის იმედი უნდა გქონდეს შენგან ხომ და თან ალბათ ბოლოსკენ წავთ ხომ მე ყველა გამოცდილებას, რასაც ქუთაისი ახლა აქტივიზმში აგროვებს, უყურებთ ძალიან პოზიტიურად და მგონია, რომ როდესაც აი იმ ეტაპამდე მივალთ და ჩვენ ალბათ უკვე მისულები ვართ და რაღაცებს კიდევ ვერ გრძნობთ, რომ შემოვდიოდი შენობაზეც ვეკითხე, ხო, რამდენი სართულიანი არის მეთქი. რაღაცნაირად ხიზლად უნდა ვიყოთ, ანუ ხალხი უნდა იყოს ხიზლად, უბრალოდ ხალხი იმდენ ყოველდღიურ და ცენტრალურ პრობლემებში ვართ ახლა განსაკუთრებით, ნამდვილად შეიძლება არ იყოს შესაძლებელი დრო და ვინმე შეიძლება ხა გაუკვირდეს რა დროს ოქროს ჩარდახია, სახელმწიფო დაგვეშალა და რა დროს ოქროს ჩარდახია, ხო? მაგრამ მე ესეთი ისა მაქვს მოლოდინი, რომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ხალხი უნდა შევთანხმდეთ, რას გულისხმობთ ქუთაისის განვითარებაში. ხშირად მესმის, რომ უნდა განვითარდეს, უნდა განვითარდეს. მე განვითარებაში რაღაც ჩემი მოსაზრებები მაქვს, სხვა ექნება, თქვენი მოსაზრებები გექნებათ. მე ავტობანისკენ ქალაქის განვითარების იდეა მაგალითად ძალიან მომწონს და პერსპექტიულიც მგონია და რაღაც 20-30 წლიან პერსპექტივაში ხედავ, რომ შესანიშნავი იქნება ვიდრე სიმაღლეში, მაგრამ არ უნდა გაიგოს ადამიანებმა ისე, რომ თითქოს ჩვენ განვითარების მოწინააღმდეგები ვართ, თითქოს შენობების აშენება არ გვინდა, ან სასტუმროების აშენება. ყველაფერი გვინდა, ყველაფერი მით უმეტეს ჭირდება ამ ქალაქს და ჩვენ უნდა ვაჯობოთ ჩინოვნიკებს. მე ყოველთვის მათ, როდესაც რამე გადაკვეთა გვაქვს ან მსხდომებს ვესწრებით ან რაღაც შეხვედრა სპეციალური, ან თუნდაც ტელევიზორში კომენტარს აკეთებენ, ჩება განცდა, რომ ძალიან საცუდავი ხალხია, იმიტომ რომ წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს კონდეს ადამიანს საკუთარი ქალაქი. ხო, ყველა ქუთაისელი, ვინც ახლა დასაქმებულია, მაღალ თანამდებობებზე და აი მართლა ჩინოვნიკები იქცევიან, ხო? აი წარმოდგენა არ აქვს, მიცოდებიან ხანდახან იმდენად იმ ხილას იძულოს ასხივებენ საკუთარი ქალაქის მიმართ, რომ არ მიტოვებენ იმის განცდას, რომ მათ გააზრებული აქვთ ის არა და რამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული. რაც ნიშნავს კონდეს საკუთარი ქალაქი. მათ არ იციან რას ნიშნავს, როცა როგორი 3500 სლოვანი ქალაქი. 3500 კი არა, 35 წლიანიც რო იყოს და 3 წელი ნახევრისაც რომ იყოს პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა. ხალხთან მიმართებაში არსებობს პოზიტიურია, კარგია, როცა მონაწილეობთ დემოკრატიით ჩართულები არიან, მაგრამ ხელისუფლებებთან მიმართებაში არსებობს ვალდებულება. ის მათი ვალდებულებაა და თუ ამისთვის არ არიან, მაშინ მათ ეს უნდა დათმონ, ხო? და მე მგონია, რომ რაღაცნაირად ამ კონსენსუსს მივაღწევთ ჯერ ხალხი, რას მოვიაზრებთ განვითარებაში და მე უკვე დავაძალებთ ყველას, ვისაც უნდა გავაცა. ხო, ყველა ხელისუფლება მე რაც უყურებ და მე დავამთავრებ ამით. კარგი ხელისუფლება არ არსებობს. ხო, კარგი. ყველა შენარჩუნებ რომ მოდიან, მე შენარჩუნებ განვითარებაზე კი არა, შენარჩუნებაზე არიან, რომ იქ უნდა იყო, ისე იყო წინაც, ისე იყო იმის წინაც, უნდა შეინარჩუნ. განავითარონ კი არა, ჩვენ უნდა ვიქირავდეთ მაგას, რომ ხმას ვაძლევთ. და მათმა უნდა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ჩვენთან ერთად უნდა განავითარონ ქალაქი და განავითარონ ნებისმიერ რაც მათევალებად და ეს მასე კი არ არის, იმაზე მთავარია რომ იქ უნდა იყვენ და ვაიმე იქ არ შეეხოს და ამაზე არიან გადართული შენარჩუნებაზე და არა განვითარებაზე და ეს მიდგომებიც უნდა შეიცვალოს და იმედია ნენელა მაგასაც შევცვლით მე მაგის იმედი მაქვს. ხო, ჩემთვის კულტურული მემკვიდრეობა ახალი თეატრის მანიფესტზე ძალიან გამომსვლელმა ძალიან საინტერესოდ დაიწყო საუბარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ადამიანის უფლებების დაცვა და მეც რო ვფიქრობ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არის ჩემთვის რაღაცა ჩემი თავის პასუხისმგებლობის დაცვა რომ ეს ჩვენმა წინაპრებმა მამამ და ბაბუამ კი არ დამიტოვა მე ოქროს ჩარდახი და გელათი. ეს დამიტოვა საუკუნეების განმავლობაში ქართულმა ხალხმა და მე ამ კონკრეტულ მომენტში 2025 წელს ვარ გამტარი. ვარ გამტარი წარსული ადამიანებმა რაც შექმნეს, მე ადამიანებმა შეინარჩუნეს, ახლა მე მიწევს ამ ყველაფრის დაცვა, შენარჩუნება. მე გადავცე მომავალ თაობას. ასე ცხოვრობს
ბევრი ქვეყანა, რომლებიც იცავენ კულტურულ მემკვიდრეობებს. ცივილიზებული ქვეყნებაზე ცხოვრობენ. მე მიკვირს პირველ რიგში რატომ უფრო მეტი სენსიტიურობა არ აქვს ამ თემების მიმართ, რადგან ქართველები მოგზაურობენ, ნახულობ ბევრ ფოტოებს, სტორიებს იმ ქალაქებიდან, რომლებიც კარგად იცავენ მის კულტურულ მემკვიდრეობას, ყველას მოგწონს პრაღა, ვენა, რომი და არც ეცე არანაკლები არ არის ქუთაისი თავისი ისტორიით ნიშნულობით. ისეთი შენობები არა გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ ბევრი თავზე 1000 ტრები შემოსევი. მაგრამ შეიძლება ამ ქალაქიდან იმის შექმნა, რომ ეს ყველაფერი კარგად წარმოჩნდეს. ამიტომ უსურვებ ჩემ თავს თქვენს მეგობრებო და სრულიად ქართველ ერთს, რომ კიდევ უფრო მეტად შევიგრძნოთ საერთო ქონების რა ჩვენია და ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის და შესაბამისად განვითარებისთვის. მადლობა მეგობრებო, რომ ვისმენდით, არ დაგავიწყდით ჩვენი არხის გამოწერა. კი ბატონო, გამოიწერეთ ლიანდაგი, ვიყურეთ და კიდევ ბევრ საინტერესო სტუმრებს ახავთ ჩვენთან ერთად.